მეც აღმოჩნდი იმ ადამიანებს შორის, ვისაც დღეს ბავშვებმა დაურეკეს და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს მოხდა საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში. მე და მირეკა 8 წლის ელი. და მინდა რომ მისი ხმა, მისი ზარი თქვენს მოგასმენთ. თქვენ გირეკავთ მომავალი, მე ელი ვარ 8 წლის. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ბევრი ქართველი ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველო მაინც მათ გულშია. მადლობა რომ შორიდან ეხმარებით მომავალს. ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ეს გვაძლიერებს. მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის და თქვენი სიყვარულიც მოხდება. ელის ეს ზარი, მისი სიტყვები, რომელიც გულის დაგონების თითქმის ყველა ნაწილს მიწვდა, ჩემთვის თან ძალიან სასიხარულო იყო და თან ძალიან სევდიანი, იმიტომ რომ აქამდე თითქოს საკუთარ თავს, როგორც ემიგრანტს ვერ ვუყურებდი და ასე ვერ აღვიქონდი, მაგრამ ეს სხვა თემაა. ეს არის ჩემთვის უფრო მეტად იყო საიმედო და საამაყო. ელი, როგორც უკვე მოისმინეთ, მადლობას მიხდის მე. თუმცა ეს მადლობა დიდად არ დამიმსახურებია და არ მეკუთვნის, იმიტომ რომ ახალი ვარ ამ საემიგრანტო საქმეში. მაგრამ სამაგიეროდ ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი, რომ მენახა გამეცნო ადამიანები, რომლებმაც დაიმსახურეს ეს მადლობა, რომლებისკენაც მიემართება ნამდვილად ეს მადლობა. ესენი არიან ადამიანები, რომელთა თითოეული ნაბიჯი, თითოეული ქმედება, ყველა ფიქრი, ყველა გაღვიძება, ყველა საქმე არის მიმართული სწორედ საქართველოსკენ და მათი ყველა საქციელი არის საიმისოდ, რომ საქართველოს რამენაირად წაეხმარო. მადლობის მეტი მართლა არაფერი მეთქმის, მადლობა ელის, მადლობა სხვა ბავშვებს იმისთვის, რომ მომილოცეს ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დამოუკიდებელი საქართველოსთვის 26 მაისი, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა იმისთვის, რომ ისინი მოდიან, რომ მომავალი არიან სწორედ ისინი.